დღე იგივე დუბლი პირველი კადრი პირველი ჩესტრიგი სამჭიდე პანელი ქართულად რომ ვთქვათ აბა სამჭიდე პანელი არ გამოდის კაცო ჩესტ მკერდია ორი გამონათქები კერდის რაღაცა ჩანთა ჩვენი პირველი ლედის პოზეც მოულა აი ეხლა ავაწყე ახალი ჩესტრიგი ჩემთვის რაღაცა ეს სამხრები მქონდა სხვა ჩესტრიგისგან მორჩენილი ხურდაში რომელიც ჟილეტზე მიყენია ხო და მეთქი იმის გადმოტანას აგერ არის სამხრები და მოდი ჩესტრიგი ავაწყოთ ცალ-ცალკე ვინც ასეთ მდგომარეობაში ხართ ან რაღაც განსხვავებული ჩესტრიგის აწყობა გინდათ აი ეს დათვს გამოცდილება დაგეხმარებათ იმიტომ რომ როგორ შეიძლება აწყობა და სად შეიძლება აწყობა ის გაიგებთ ეხლა უცებ ამ ყველაფრის აწყობა რა თქმა უნდა მაღაზია მეომარში არის შესაძლებელი ეგ რომელია რუსთაველზე როა რუსთაველის მეტროსთან კოსტავოს 14 ნომერში სასტუმრო სტამბასთან მიწისქვეშა გადასასვლელი ეგ სასტუმრო სტამბა რო იყო ერთოს როგორ შესგარდა აღარავის ახსოვს სასტუმრო სტამბა ეხლა და ადრე იყო სტამბა სადაც იბეჭდებოდა გასაგები ჟურნალ გაზეთები და ეხლა სასტუმრო სტამბა ჩამორჩმე ინფორმაცია კი ჩამორჩენია მოკლედ აი ეს აქედან აქამდე რასაც ხედავთ ეს არის ცალკე პანელი არ შეიძლება 4 ხსნათ აღშალოთ არა მოდი ნუ დამაშლები 4 სამჭიდი არის უკან ამ სამჭიდეებში მოთავსებული არის პლასმასის ფიქსატორები რომ ჭიდი მარტივად არ ამოვარდეს წინა მხარეს გვაქვს ორი ცალი ესეთი პატარა ზომის პაუჩი შიგნით ნახე რაღაცა პარაკორდები აქვს რომ კარაბინით რამე გამოობა წინ არის 4 ცალი პისტოლეტის სამჭიდე მაგრამ ჩვენ სხვადასხვა დანიშნულებით ვიყენებთ მულტიტულსი დანა ფანარი პისტოლეტის მჭიდი ეს წესერი კანონიკოს პისტოლეტს და განახევთ მერე საათო სამჭიდი ნახე აქ დამატებული მაქვს ცალკე ეს არის ამ ჩესტრიგის დამაგრძელებელი ორი მოლე უჯრედი გვაქვს რომელზეც მე დაყენებული არის ეს სამჭიდე და ხურული ტიპის და აქეთ ზოგადი დანიშნულების ჩანთა ესენი ეს დაგრძელებები დავაყენეთ ცალკე და აი აქ ეთყობა კიდევაც სადაც არის გადამული ხრიწით და ჯიჰუკებით რომელიც კარგად აქვს ხრიწით და ჯიჰუკებით იმაში მაგდება ერთმანეთს და გამოჩვენა საკვაჩენო საზოგადოებას რა ხდება აინც დამაშლია და აუ ამის დაშლა წუვას რეკლამა გინა დაშლა არ გინა და ეგრე სად არის აი ეს დამაგრძელებლები ხრიწით არის დაკრული და მაგის გარდა კიდე აქ ჯიჰუკებით არის დაკავშირებული ჩესტრიგთან რაც ძალიან სიყვარეს იძლევა და არაფერი არ მოუვა მე ორგანულად არის მიმაგრებული მე დაკრული მაქვს ესეთი დონგლერი რომელსაც რავი აქ აქვს ტურნიკეტის დასამაგრებელი და ну ეხლა ხელთათმანები მიდევს და რაღაც შიგნით, მაგრამ აქ შეიძლება პირველი დახმარების ნივთების ჩაწყობა. აქ რა გვაქვს? მარკერი, სანთბელა და რაღაცეები. მოწევა მანებელი და ჯამთელობა. ხო. ეხლა ნახე, მაკრავთ. დონგლერს, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ცენტრში მოხდეს. ანუ სანამ სამას საკრავს ანუ რა არის რა ჩესტრიგები ზოგადად მოდის თავისი კონფიგურაციით, ხო, რაც ბევრს შეიძლება არ მოწონდეს. ამ შემთხვევაში ეს მომსახურება ბატონ დათუჩას უკვე შემთხვევაში უას არ აქვს. მოხვიდეთ, აარჩიოთ, მაგალითად, სხვა სამჭიდე, სხვა დონგლერი, სხვა გვერდები, ან ბევრნაირი, ან თქვენი ოცნების ჩესტრიგი აწყოთ საიტზე, გამოწეროთ და ესეთი ჩესტრიგი აი ესეთი იყო კაკრას მე რაც მაქვს ჟილეტი დამაგრებული უბრალოდ ეს სამხრეები საიდანაც დამრჩა იყო ესეთი აი ესეთი ვარიანტი აქ სამი სამჭიდი ადმინ პანელია და ეს რა ქვია ორი ცალი პისტოლეტის სამჭიდე და კიდე რავი ჯეჯერობით ეს ორი მოდელი გვაქვს არა ნებისმიერი მოდელის შეკვეთით ჩამოტანაც შესაძლებელია ამის გარდა ეხლა მე დავამატე შიგნიდან ესეთი პაუჩები, რომელიც ველკრო პანელით ყენდება. რეზინის. თუ გინდა მჭიდ შადებ, თუ გინდა რაციას შადებ. რასაც გინდა დამატებით შეგიძლია წყლის ბოთლს შადებ. შიგნით რაღაცეები ჩადო. მე მაგალითად ახლა ერთი დამატებითი მჭიდი მაქვს. ამაში სიმართლე რომ გიხოთ ახლა ტანზე როცა მიკეთია,
აქედან ამოღება ძალიან მარტივია, ცოტა უკან ჩაბრუნება ჭირს, მაგრამ აქ ისეთ ნივთებს ჩააწყობთ, რომელიც ესე წამდაუწუ ამოსაღები და უკან ჩასადები არ არის. ვიმჭიცაც რომ ამოიღებენ და პოუჩი აგდებ უკან ხო აღარ აბრუნებს არა. ხო თუ არა და ეხლა აი ნახე მე მაგალითად აქ მარცხნივ პირველ სამჭიდაზე მოხსნილი მაქვს ესეთი დამცავი რეზინები. ეს მაგ დატოვებული სწრაფი გადატანისთვის რა. თუ რაღაცა უცბად დამჭიდო ვიღებ აქედან. თუ არ არის და მაგ დრო რომ პირობითად რამოდენიმე წამით მეტი მაქვს რომ გადავტენო, აგერ არის შეუძლებლად რეზინით აზღაურო არ ამოგივარდეს. აქაც იგივე ვარიანტია ეხლა. როცა ამებს გაცლი, ამას ამოიღე, გადმოიტან ამაში და всё. რა პრობლემაა. აქ რაცია, ეს რაცია, რავი, შეგვიძლია აქაც ჩავდოთ. დამიჭირებ პანელი. იჯირავს. ესე შეგვიძლია ჩავდოთ აქ და აქედან ვიხმაროთ. გადავიდეთ კიდევ თემაზე. ჰა. აი ჩესტრიგი არის, რა ჯდება? სხვათა შორის ძვირი არ ჯდება რა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეხლა ჩესტრიგი. აი ეს პანელები, რაც გაჩვენე არის 150 ლარიანი. ესენი ჯდება დამაგრძელებლები სადღაც 50 ლარი. და დონგლერი ეს კონკრეტული 70 ლარების თორე არის 45 ლარიანებიც. და შო ეგ არის მეტი არც არაფერი არ არის. ბიუჯეტი თქვენი ჯიბის მიხედვით. სადღაც 250 ლარი 300 მაქსიმუმ თავის ფონდში. 300 ლარში რომ მოვიდე შენთან, როგორი ჩესტრიგის მესიზრება ხოლმე გავყავთ თუ ეს მინდა ზუსტად იგეთ 3 წუთი. კი ბატონო. ესე. აწყობაში რა გეწვია? ესე. აწყობა უფასოა. მაგალით არ დაგაცდის კაც ბიზნესის კეთილეს. ცალკე ისინი H ფორმის სამყაროს გამოწერა ხო შეგვიძლია? გამოწერა შეგვიძლია, მაგრამ ადგილზე არა გვაქვს, იმიტომ რომ ზოგს ისედაც H ფორმის მოყვება. ზოგს ესეთი X-ი მოყვება. რავი, მე მაგალითად X უფრო კომფორტულად ვხმობ ვიდრე H-ს. მე H ფორმს ვწონს. გემოვნებაზე არ დავა. ნუ X-ი აყენი ახლა ჩემს საზრე მოუცრა რომ შემოცვალა, მაგრამ. რავი, ესეთი ვარიანტია რა. ეს რომ დავდივარ და აწვევა წი. მოდის მე აქ ვიწროვდება და ამაში კისერზე მე ხეხება ხსავით ხო. ყელიანი მაისურები. აი ესეთი უნდა ჩაიცვა. ხო, აი ზუსტად ეგეთი ხები მაიკებსაც იმიტომ ის აღალი ყელზე არ მოგედავს. ой შეთათ მათ შესაძლოა. ხები მაისურს ხო აქ ყელი. ხო, მაგრამ ხები მაისური შეთათ მათ. მაგისტვის არის რომ ყელზე იარაღის ღვედი ხო მაინც უნდა მოგედოს მან. სპეციალურად აქ ხები მაისურის ესეთი კისერი რომ იარაღის ღვედზე ნაზრუნია რომ ის აბრეშუმის ღვედი აქვს და ძალიან სასიამოვნოდ გედება კისერს ასე რომ მოკლედ ჩესტრიგი ესეთი გამოვიდა რაც ავაწყე ჩემთვის. რავი, ამ მოვიდეოს წერთ ესე ინფორმაციისთვის რომ თქვენც რაღაცა იქნებ მოგეწონოთ, იქნებ გაითვალისწინოთ. ხან ბევრია რა, ძალიან ბევრისგან მეც გამიგია, აი ეს არ მომწონს, ეს კი ყაია, მაგრამ აი ეს რაღაცა არ მინდა ბევრისთვის ნახეთ, დიდი რაც არის, აი შენ რო გქონდა ხოლმე მაგალითად 2-2-ის არის. ის არის უაზროდ დიდი ჩემი აზრით. ხო, მაგრამ იმას როცა ის შეიქმნა, ქონდა თავის დანიშნულება. ხო, არა, მე არ ჩესტრიგი იყო, რომელშიც იდებოდა ჯავშანფილა. ის რო შეიქმნა რა მე შაშპასკაპასკა გამოწვევდი. რომ ამ ჭიდი შეგეძლო გეტარებინა და კიდე გარედან ქლიენტ მოლეპანელი იყო და ანუ სრული ზომა იყო რა. მაგით რო წახვალ იმაზე მეტი აღარ ჭირდება რა. ხო, ბაზარი, არა, მაშინ როცა ეგ შეიქმნა და ეხლაც გარკვეული პიროვნების და გარკვეული ადამიანებისთვის ძალიან კარგი რაღაცა და გარკვეული ეს არის როგორი ვარიანტი ახლა რა, ტყეში წახვედი, ეს გაიკეთე და იარაღი გადაიგდე. კი, მაგრამ ნახე, აი ზუსტად მაგას ვუძახ ხოლმე, ბევრისთვის ის ძალიან დიდია. ესენი რაც არის სტანდარტული სამჭიდიანები ძალიან ცოტა. რეგულარული სამჭიდი რაღაცა რო იყოს ძალიან ცოტა. ამიტომ ვისაც უნდა ეს გადაწყობა, გადმოწყობის საშუალება რო გვაქვს, ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, ეს თანამედროვე აღჭურვილობა იქნება მაგით რომ მოხმარებელმა თავისი გემოვნებით ააწყოს. აგერ 5 მჭიდი აქ არის, 6 სიარაღზე გაუკვეთებ და უკვე საკმარისი თუ არა რაღაცაში სამყოფი მაინც არის რა. თუ ესეც არ არის სამყოფი, მაშინ გაიკეთე ვორბელთი და დაამატე იმაზე 8 მჭიდი. კარგად უნდა იوارგიშო რომ მაგდენის შეძრო, იმიტომ რომ სადაც 8 მჭიდი გიკეთ ისეთ ადგილას თუ მიდიხარ, სადაც 8 მჭიდი შეიძლება დაგჭირდეს 6-ზე მეტიც კი, უკვე ჯავშანჟლეთიც გჭირდება, ჩაფხუტიც გჭირდება, 1000 აღჭურვილობა გჭირდება და ადის ძალიან დიდ ზონაზე და მაგას კიდე თავისი საკუთარი ფიზიკური მონაცემებიც გჭირდება, ჯიგრე ბუჯან. ასე რომ მარტო აღჭურვილობა. რავი, ჩესტრიგზე სულ ეს იყო. თუ რამე კითხვები გექნებათ, კომენტარებში დაწერეთ და შემდეგ ვიდეოში მე იმასაც განვიხილავთ. ჩვენ სულ აქ ვართ დღესა და ღამეცა მეტი საქმე